მშვიდობისა დღის მთავარი თემებითა და სტუმრებით ეთერშია დღის ქრონიკა. პოლიტიკური წელი 2025, რომელიც ქართული ოცნების პოლიტიკური განაცხადით დაიწყო, ისევ პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთი წამყვანი თემაა. საგამოძიებო კომისიის შექმნითა და 2003-2012 წლებში ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩადენილი დანაშაულების შესწავლით, მმართველი პარტია იმედოვნებს, რომ კომისია ყველაფერს ნათელს მოფენს და შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხსაც დააყენებს. ნაციონალური მოძრაობა, როგორც ამ საქმის ადრესატი, კომისიასთან თანამშრომლობას არც განიხილავს. მათ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად სხვა დღის წესრიგი აქვს. ქართული ოცნება აიძულონ ახალი არჩევნები დანიშნოს და თითქმის 2 თვის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციების პერიოდში დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებაზე დაითანხმოს. ოპოზიციის მხარდამჭერთა რიგებშია ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსი. ბუნდესტაგის წევრი აქციებზე დგას. ევროპარლამენტარების ნაწილი განცხადებებს ბრიუსელიდან აკეთებს. საქართველოში კი ჩამოსული ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებელთა ჯგუფი, როგორც თავად განმარტავენ, ფაქტების დამდგენი მისიით, ანუ როგორ ასრულებს ვალდებულებებს საქართველოს როგორც ევროსაბჭოს წევრი. მიმდინარე პოლიტიკურ თემებს რამდენიმე წუთში დღის ქრონიკის ეთერში პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი შეაფასებს. ასევე ჩვენი სტუმარი იქნება საზოგადოება ქართულის წევრი მუსიკათმცოდნე მარინა ლობჟანიძე. დღის ქრონიკის დასკვნით ნაწილში კი ვისაუბრებთ 2024 წლის მონაცემებზე საქართველოს ავიაციისა და ტურიზმის სფეროში, როგორი იყო გასული წელი რიცხვებში და რა სიახლეებია დაგეგმილი ქართულ ავიაბაზარზე 2025-ში. ამ თემებზე სასაუბროდ პირდაპირ ეთერში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე ჩაგვერთვება. და პოლიტიკურ თემებზე სასაუბროდ მივესალმებით ჩვენს პირველ სტუმარს, გია ვოლსკი, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერია ჩვენი სტუმარი. ბატონ გია, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. რამდენიმე თემას უნდა შევეხოთ დღეს. დავიწყოთ საქართველოში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების ჩამოსვლით, რომელთა ვიზიტის დღის წესრიგშია ასევე შეხვედრა მმართველი ძალის წარმომადგენლებთან. როგორია ამ ვიზიტის პოლიტიკური შეფასება და რა შესაძლებლობაა ეს სტუმრობა საქართველოსთვის არსებულ პოლიტიკურ რეალობაში? მოგესალმებით, გილოცავთ დღესასწაულებს თქვენ მსმენელებს. გილოცავთ ასევე თქვენ პირველი სტუმარი ხართ წელს, პირველად უბრალოდ. ახლა დიახ. ძალიან დიდი პატივია. სასიხარულო უნდა იყოს ყოველთვის, როცა მაღალი დონის თანამომხსენებლები აი ესეთი სტრუქტურიდან ჩამოდიან, ვინაიდან ჩვენ გამართული ვართ წელში და ზუსტად ვიცით, რომ არც არჩევნები გაყალბებულა, არც საგარეო კურსის ცვლილებაზე არ არის საუბარი, თუმცა მაგ თემაზე არ ექნებათ მომხსენებლებს რასაკვირველი აქცენტები, მაგრამ რეალურად ხომ ეს განაპირობებს, ეს მოიგონეს როგორც მიზეზი, რომ როგორმე საქართველოს მდგომარეობა შეერყიათ იმ პოლიტიკურ ძალებს, ვინც თავის თავს უწოდებს ოპოზიციას. მათთანაც ექნებათ შეხვედრები, მაგრამ რეალობა რაც დახვდებათ არის შემდეგი. სურათი ესე ჩამოყალიბდა. პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც თავს უწოდებენ ოპოზიციას, მაგრამ რეალურად ეს არის გარკვეული შეთქმულთა ჯგუფი, რომლებიც არაფერს პოლიტიკურს არ აკეთებენ, არც წინასაარჩევნოდ არ ქონდათ პოლიტიკური აქტივობები, ერთადერთი მიზანი იყო, რომ არჩევნები გამოეცხადებინათ გაყალბებულად. იყო გარკვეული იმპულსები იმასთან დაკავშირებით, გამოვიდნენ ისაუბრეს, რომ ელექტრონული არჩევნები ვერ ყალბდება, მაგრამ ცოტა ხანში, როდესაც შეამჩნიეს, რომ მათი უპირატესობა ნამდვილად არ შეიძლებოდა, რომ ყოფილიყო არჩევნებში, მას შემდეგ დაიწყეს მოდივად იმაზე აპელირება, რომ არჩევნებიც გაყალბებული და რაც თავარია, ახალგაზრდები რომ ჩაერთოთ ამ პროცესებში, მათ შორის სკოლის მოწაფეები, უნივერსიტეტების სტუდენტები, გამოაცხადეს, რომ ეს საგარეო კურსის ცვლილება არის მთავარი, რაც მათ აღებლებთ. აი სურათი დახვდებათ. ამ სურათთან დაკავშირებით, ამ სურათის შექმნაში უბრალოდ იყო მონაწილეობა, სერიოზული მონაწილეობა ევროპარლამენტმა, რომელშიც საკმაოდ სერიოზული რესურსი, გავლენის რესურსი გააჩნია სახალხო პარტიას. მაგრამ ეს არ ვიცით რა ვთქვა, ეს უტიფარი უსამართლობა და ორმაგი სტანდარტი რასაკვირველია იყო ის თავარი იარაღი, რაც ხელში ეჭირათ აი ამ გაერთიანებულ ნაცმოძრაობას და ზოგიერთ კარგად დიდ რაოდენობას ევროპარლამენტარებს. ასე რომ ჩვენ სიფრთხილით უნდა ვიყოთ რასაკვირველი, მაგრამ მაქსიმალური
გახსნილობა და მაქსიმალური ინფორმაციის მიწოდება. ევროპარლამენტში ასევე გაკეთდა დღეს კიდევ ერთხელ განცხადებები საქართველოს ამას აუცილებლად შევეხებით, თუმცა მანამდე მინდა დავაზუსტო ახლა მომხსენებლების ვიზიტზე საპარლამენტო ასამბლეა ევროსაბჭოში ასევე იყო ოპოზიციის წერილების ადრესატი, გახსოვს გასულ კვირას, ხო, რომ მათ არ დაედასტურებინათ საქართველოს მუდმივ მოქმედი დელეგაციის პარლამენტიდან მანდატები. ამ პერიოდში გავრცელდა სწორედ პრეს-რელიზი ასამბლეის მხრიდან თანამომხსენებლების ვიზიტზე და ამ პრეს-რელიზში იყო დაზუსტებული, რომ ეს ვიზიტი არის რეგულარული მონიტორინგის ვიზიტი და არ უნდა განიხილებოდეს როგორც პოლიტიკური მხარდაჭერა ლეგიტიმურობისაო. აი, როგორ ფიქრობთ, რატომ გახდა ეს საჭირო ეს დაზუსტება ამ რელიზში საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან, როგორ ხედავთ თქვენ? ეს არ არის მხოლოდ რაღაცა, არ ვიცი, ადავარქვა ამ წერილებს, აი ქვეყანაში პოლიტიკური ძალები საერთაშორისო აქტორებს თუ საერთაშორისო პლატფორმებზე კონკრეტულ ქვეყნებს უგზავნიან წერილებს, რომ აქ ყველაფერი ცუდად არის, ყველაფერი ინგრევა, ლამის აქ უკვე ჩელიაბინსკი გაიხსნა, ყველაფერი არის რუსული, იმას კატას კოშკა ქვია და ასე შემდეგ. არ ვაჭარებებ რეალურად აი ესეთი შინაარსის წერილები მიდიოდა და რასაკვირველია ამ შემთხვევაში თუ ამას ყველაფერს ხარს უჭერს კიდე გავლენიანი პოლიტიკური ჯგუფი, როგორც არის სახალხო პარტია, სოციალისტების არ ჩამორჩებიან. ეს ხო არ არის მხოლოდ ევროპარლამენტის ხო არის, ევროსაბჭოს ხო არის, გასაგებია, მაგრამ რეალურად ხომ ეს წარმომადგენლობა ხო არის იმ პოლიტიკური ძალების წარმომადგენლობა, რომლებიც დღესდღეობით არიან ევროპაში განაგებენ პროცესებს. მიუხედავად იმისა, რომ რადიკალური ცვლილებები დაიწყო, მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ არის ეს კონიუნქტურა შემორჩენილი, რომელიც არაფერ კარგს არ უხადის არა მარტო საქართველოს, მაგრამ ეხლახანს გააკეთა განცხადება თქვენს სამაუწყებლო საშუალებაში მოვისმინეთ რა განცხადებები კეთდება გერმანიის მიმართ, რუმინეთის მიმართ, რა პროცესები მიდის ავსტრიაში, თუნდაც საფრანგეთში. იცვლება სიტუაცია და ამ ცვლილებების პერიოდში რასაკვირველია ეცდებიან გავლენის შენარჩუნებას გარკვეული პოლიტიკური ძალები და ჩვენები ამ შემთხვევაში, ჩვენებს ვეძახი პირობითად, ჩვენი პოლიტიკური ეს სეგმენტი, თუ ამას პოლიტიკური შეიძლება ეწოდოს, არის ერთ-ერთი მექანიზმი მათ ხელში, რომ როგორმე აი მანიპულირებით მოახერხონ და შეინარჩუნონ გარკვეულ სივრცეზე გავლენა. სამხრეთ კავკასია ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია ამისათვის და რასაკვირველია ყველაფერს, რასაც ჩვენ თვალყურს ვადევნებთ, უნდა ვიხილავდეთ არა როგორც კონკრეტული მოვლენის არჩევნები რაც არის და საგარეო კურსი საქართველოს მოვლენის აი ამ საქართველოში მიმდინარე მოვლენების რაკურსით, არამედ იმ რაკურსით, რასაც ქვია ფართო რეგიონალური თუ საერთაშორისო აი ამ კონტექსტში ხო, თუმცა მაინც კონკრეტულ საკითხებს მაინც უნდა შევეხოთ, მიუხედავად იმისა, რომ გლობალური პროცესების და ცვლილებების ნაწილია ის, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, აი ამ კონტექსტში როგორ განიხილავთ, როგორ უყურებთ მიხაილ როთის მორიგ სტუმრობას საქართველოში, რომელიც ფაქტობრივად ოპოზიციის აქტიური მხარდამჭერი და საქართველოში მიმდინარე პროტესტის ასევე აქტიური მონაწილე გახდა და ის კიდევ ერთხელ იმყოფება თბილისში. აი რა მცდელობა, რა მცდელობის გაგრძელებაა ეს გერმანელი პოლიტიკოსის მხრიდან, რომელსაც ამ მცდელობას პრინციპში რამდენიმე თვეა უკვე უყურებთ. გერმანული პოლიტიკის აუთსაიდერის ეს ვიზიტი შეიძლება არც არაფრად არ მივიჩნიოთ ზოგადად. სამწუხაროა, რომ აი ხალხი ხვდება ქუჩაში და ყვავილების თაიგულებს ჩუქნიან და ხელკავით დასეირნობენ, მაგრამ ასეთი უტიფარი და მტრული განცხადებები საქართველოს მიმართ, როგორც როთმა გააკეთა, ჩვენ სხვებისგანაც მოვისმინეთ სამწუხაროდ, ასევე პოლიტიკურად არც თუ წარმატებული ვთქვათ ის პოლიტიკური იმ გუნდის წარმომადგენელი იყო, რომელიც ჩამოსული საგარეო საქმეთა მინისტრი ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის
აი ამ ვითარებაში წარმოიდგინეთ ადამიანები გამოდიან და ამას ყველაფერს ერთად ეს ყველაფერი ერთად შეკრა მაკენის ინსტიტუტის ანგარიშმა, რომელიც ელოდებოდა სისხლის ხრას შეჯახების კვალდაკვალ ისეთ სისხლის ხრას, რომელიც თუნდაც გერმანიაში ხა მოხდა. მათ 5 კაცი დაიღუპა იქ საფრანგეთში 11-ია დაღუპული. ეს ევროპისთვის არ არის რამე სიახლე თქვათ პოლიციისა და მანიფესტანტებს შორის დაპირისპირება, მაგრამ სწორედ საქართველოში უნდათ იმ ბოროტების დანახვა, რასაც ქვია ადამიანის მოკვდინება, რასაც ნაცმოძრაობა 2012 წლამდე ჩვეულებრივად აკეთებდა, ეს ყოველდღიურობა იყო. ეხლა არიციან ახალგაზრდებთან, თორემ ჩოხო გვახსოვს. ყოველდღიურობა იყო. აი ამის განმეორება საქართველოში უნდათ მიხეილ როთი არის ერთ-ერთი რაღაცა სეგმენტი აი ამ სცენარისა, რომელიც დაიწერა და რომელსაც სხვადასხვა მიმართულებები გააჩნია. მაგალითად ქარტია, რომლის გარშემო უნდა შეიკრიბოს პოლიტიკური სუბიექტები და რომელსაც სათავეში სალომე ზურაბიშვილი ჩაუდგება, ვინაიდან მას სისხლში არ აქვს ხელები გასვლილი და ამათაც კი არ ეამაყებათ, ვინც იქ განან ქუჩაში. ვინც არიან გამოსულები, ისინიც ამტკიცებენ ეს გულზე მჯიხს იკრავენ, რომ არა ჩვენ ნაცმოძრაობასთან ამ სადისტებთან რა გვაქვს საერთო. აბა ვისთან გაქვს საერთო? ეგ ერთი. არის სალომე ზურაბიშვილი უდოდათ აების ლიდერად წამოწევა და მე გავხსნი ქოლგას, მისი სიტყვებია და ამ ქოლგის გარშემო გავაერთიანებ ყველას. მე წარმოვაყენებ პრემიერ-მინისტრს თავრობას და ასე შემდეგ. ვერც ეგ სცენარი ვერ განვითარდა, იმიტომ რომ ჩვენ დავინახეთ, რომ ეს შეტევა იყო ძალიან გააფთრებული, ბრუტალური პოლიციაზე, რაც მიიტანეს პოლიციამ შესაბამისი პასუხი გასცა, იყო ძალის გადაჭარბების ფაქტები, მაგრამ იმდენად არ დაზიანებულა ხალხი, ახალგაზრდები განსაკუთრებით, როგორც ეს მოსალოდნელი იყო მათთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც ეს სცენარი დაწერა. შეტევა არ იყო, ისეთ შეტევა იყო, ამაზე ლაპარაკი ახლა მშვიდობიანი მომიტინგეები არიან და მშვიდობიანი იყო მიტინგი და მათზე ძალა გამოიყენა პოლიციამ. არის სწორედ ის მანიფესტი იმის მინიშნება, რაზედაც მე და თქვენ ვლაპარაკობთ ახლა. ორმაგი სტანდარტი, სიცრუე და როგორმე საქართველოში ისეთი ხელისუფლების მოყვანა, რომელიც ხატოვნად რო ვთქვათ, ცალფერზე დამდგარი ყურმოჭრილი ადამიანებისაგან შედგება, ვინც გააკეთებს ყველაფერს, რაც საჭიროა იმ გლობალური ამოცანებისათვის, რომელსაც ემსახურება კონკრეტული პოლიტიკური ძალები. კი ბატონო, რაკი მიმდინარე პროტესტი და პოლიციაზე თავდასხმა ახსენეთ, პოლიციაზე თავდასხმის ბრალდებით არის სწორედ დაკავებული ჟურნალისტი გამოცემა ბათუმელების ხელმძღვანელი, რომელსაც დღეს შეეფარდა სასამართლოს მხრიდან აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა და რასაც ესეთი ნებათაღელვა მოჰყვა ბათუმში დაცვის მხარის, მედიის, ოპოზიციური პარტიების მხრიდან, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას აფასებენ პოლიტიკურ ანგარიშს სწორებად. ბუნებრივია, ხა თქვენ სამართლებრივ შეფასებას არ გთხოვთ, მაგრამ პოლიტიკური შეფასება, მინდა მოვისმინოთ თქვენი პოზიცია როგორია ამ საკითხზე. ჩემი პირადი პოზიცია არ არის, ჩვენი პოზიცია, ზოგადად განსხვავება არ არის იმაში, რასაც ქვია განცდა. იმისა, რომ ბევრი ადამიანი სამართლიანად შეიძლება დავარქვათ იმას. იცით, უსიამოვნოა ლაპარაკი იმაზე, რომ ახალგაზრდა ადამიანი დაკავებულია, მით უმეტეს გასამართლებულია, მით უმეტეს მიესაჯა, მით უმეტეს სარჯელ აღსრულების სისტემაშია. ძალიან ცუდია. ეს ჟურნალისტია იქ აი ბათუმელების წარმომადგენელი თუ დამფუძნებელი ის ქალბატონი, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ეს არ არის მარტო სამართლებრივი რაკურსით განსახილველი, ხო? ასაკურებრივ მტკიცებულებათა ერთობლიობა აუცილებელია, საჭიროა, მაგრამ როდესაც ადამიანები ამას აფასებენ პოლიტიკურად, ვერ ხედავენ იმას, რომ საერთოდ ქვეყანა შეიძლება შევიდეს ისეთ турბულენტურ ზონაში, რასაც უკუქცევა აღარ ექნება. ანუ დესტაბილიზაცია, აი სცენარი, რომელზეც ახლა ვისაუბრეთ, შეიძლება განვითარდეს. როდესაც ადამიანმა ხელი დაარტყა, თქვათ, პოლიციელს ან ქვაესროლა, არ მოლოტოვის კოქტეილი,
ან პიროტექნიკა გამოიყენა, რაც მომაკვდინებელი არ აღია ფაქტიურად, ხომ? ეს არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ კანონი დაირღვა სამართლებრივი სისხლის სამართლებრივი თვალსაზრისით. ეს არის მცდელობა იმისა, რომ საქართველოში ზოგადად შექმნან ატმოსფერო განუკითხაობის, უკანონობის, რომ ყველაფრის დაშვებულობის, რომ ადამიანებს შეუძლიათ გამოვიდნენ, რაც უნდა ის გააკეთონ, პოლიციაც უნდა გაარტყავენ, უნდა დააწებებენ რაღაცას ტანსაცმელზე, უნდა პიროტექნიკას ესვრიან და რასაც მოინდომებენ, იმას გააკეთებენ. ეს არის ამოცანა. ამ ამოცანა ზოგი ნებით, უფრო მეტი ნებით, იმიტომ რომ დატრეინინგებულია ხალხი ამისთვის და ზოგიც კიდე ემოციურად ემსახურება. ეხლა ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით კიდე ერთხელ ვიმეორებ, ვის სიამოვნებს ვინმეს დაკავებაზე ლაპარაკი, მაგრამ ეს ერთი ასპექტი მე რა ვთქვი, ის გასათვალისწინებელია, მაგრამ რო ეკითხებიან, წინასწარი პატიმრობა ხომ არ არის, ეხლა მეკითხება ერთი ჟურნალისტი, ძალიან ძიმე იმ დანაშაულთან, რაც მან ჩაიდინა. ჯერ ესეთი დანაშაულსაც არ აღიარებენ, უნდა თქვა, რომ კი დანაშაულია, მაგრამ აი ორთვიანი წინასწარი პატიმრობა არის შეუსაბამო. ეხლა მეორე ამბობს ამ შემთხვევაში ვირტუალური რესპონდენტი წარმოვიდგინოთ, ამბობს ადამიანი, რომ ეკითხებიან, არის თუ არა საშუალება, რომ განმეორდება ეს დანაშაული, ან და შეეცდება, რომ დაიმალოს. ნუ შეიძლება არ დაიმალება, მაგრამ დანაშაულის არ განმეორების არანაირი გარანტია, როცა არ აქვს სასამართლოს პროკურატურის მოთხოვნას ის ასრულებს. ეგეთი წესია, მექანიზმია. მე ვიტყვი ამას თუ ნებისმიერი ჩემი ოპონენტი თუ ჩემი მხარდამჭერი, ეგ ეს ესია. ვინაიდან აი უკვე დავინახეთ, ერთხელ დააკავეს, ხელწერილის გამოუშვეს, ისევ ჩაიდინა, ისევ დააკავეს და არის თუ არა ეს ადამიანი, უკვე უბრუნდები აი ხა ამ პოლიტიკურ შეფასებას რაც თქვი. აი ეს ადამიანი, ესეთი ადამიანები, ადამიანთა ჯგუფი არიან თუ არა საშიში იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოში შეუძლიათ შექმნან რაღაც გარკვეული ხელწერტილები, რომელიც შეიკრება ეს სცენარში, რაზედაც თუნდაც მაკეინის ინსტიტუტი ლაპარაკობდა. ბატონგია, რაკი მაკეინის ინსტიტუტით დაასრულეთ თქვენი პასუხი ამ წინა კითხვაზე. ჩვენი საუბარიც ამ თემით შევაჯამოთ. მაკეინის ინსტიტუტის წარმომადგენელი ლორა თორნტონი და კონგრესმენ ჯო ვილსონისთვის საქართველოს ხელისუფლების კრიტიკამ ბოლო დროს მიიღო ერთგვარად განსხვავებული ფორმა, თუ კი აქამდე ისინი აპელირებდნენ, რომ ოპოზიციასთან ერთად, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს პრორუსული კურსიო, ბოლოდროინდელ განცხადებებში ვნახეთ საუბრობენ და აქცენტები, ვთქვათ, პროირანულ და პროჩინურ კურსზე და არგუმენტად ხშირად იშველებენ ხოლმე ამ თემაზე საუბრისას საქართველოს პრემიერის ირანში ვიზით, ჯერ პრეზიდენტის დაკრძალვაზე, შემდეგ ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე. სხვათა შორის ამავე თარიღებში ირანში სომხეთის პრემიერიც იმყოფებოდა, თუმცა რეაქცია ამას ასეთი არ მოყოლია საქართველოსთან მიმართებაში და ასეთი რეაქცია არის განსხვავებული დღესაც, იმიტომ რომ შევიტყვეთ, რომ სულ რამდენიმე საათში ამერიკის არსებული ადმინისტრაცია ენტონი ბლინკენი ხელს მოაწერს სომხეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსთან რამდენიმე კვირა აქვს გაუქმებული. აი, რა შეასაქმე, როგორ შეიძლება ეს სურათი შეფასდეს, რა რეგიონული და პოლიტიკური ინტერესები შეიძლება იყოს აი ამ დამოკიდებულების ერთგვარი სარჩული? ყველაზე გულდასაწყვეტი ის არის, რომ საერთოდ არ აინტერესებთ, ეხლა მე და თქვენ რას ვლაპარაკობთ, ჩვენი მსმენელი ამას როგორ აფასებს და საერთოდ საზოგადოება ქართული გინდა აქეთ, გინდა იქით, გინდა ოპოზიცია, გინდა უმრავლესობის მხარდამჭერები, გინდა ხალხი, ვისაც ესმის, არ ესმის, საპროტესტო აქციებზე გამოდის თუ ამის საწინააღმდეგო პოზიცია აქვს, აბსოლუტურად არავის აი ამ ადამიანებს თქვენ ვინ ჩამოთვალეთ აბსოლუტურად არ აინტერესებს. საქართველოს როგორც ასეთი ნიკორწმინდა იქნება თუ არა, ერთხელ თქვი და კიდე გავიმეორებ. იქ არაფერი აბსოლუტურად, არც მისი ისტორია, არც მის წარსული, არც კულტურული ტრადიცია, არაფერი აბსოლუტურად არის გარკვეული ამოცანა, რომ როგორმე ეს ქვეყანა შეირყეს და აი აქ სამხრეთ კავკასიაში კონდეს ისეთი ვითარება, როდესაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხელისუფლებაში იქნებიან ისინი, ვინც ფულს იხდიან გარკვეული პროპაგანდისთვის, ახლა მე პირდაპირ ხელს ვერავის დავადებ, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატების კანონში
არის აღწერილი, ვინ რა ლობიზმისთვის იხდის თანხას, მაგრამ პოლიტიკური ამოცანა ინერციით, აი მიუხედავად ახალი არჩევნებისა, დღემდე გრძელდება. რაც რასაკვირველია, პაშინიანი იყო ირანში, ამის შენიშვნას კი არ ვაძლევთ. სამეზობლოა, იცით, ძალიან რთული ვითარება აქვს აზერბაიჯანთან, სომხეთს, ირანი მხარს უჭერს სომხეთს. რაღაც აი ამ პროცესებში შეიძლება ისეთი შედეგი მივიღოთ, რომელიც სამხრეთ კავკასიაში დიდ ცეცხლს ააგიზგიზებს. რასაკვირველია, ჩავიდა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრიც იყო ირანში ჩასული, როგორც მახსოვს, პრემიერ-მინისტრი. თანამდებობა შეიძლება არ მახსოვდეს. იყო ინაუგურაციაზე იყო ჩასული. ეს რეგიონალური თემა. მეორეს ერთი არა, რაღაც პატარა ეკონომიკური რაღაცა პროექტები არსებობს საქართველოს და ირანს შორის. ზუსტად არ მახსოვს, რაღაცები შემოდის, მე მგონი ბიტუმი შემოდიოდა. აი ამ თემასთან დაკავშირებით კიდე უნდა გადავხედოთ, თქვენ შეგიძლიათ რასაკვირველია, მაგრამ რა სტრატეგიულ ან პოლიტიკურ პარტნიორობაზე საერთოდ ლაპარაკი სირცხვილია. ხო და ახლა ამას რო ხედავს ჩვენი ახალგაზრდა, დასკვნები არ გამოაქვს, იმიტომ რომ მისთვის ეს ინფორმაცია ჩაკეტილია. რასაც იტყვის კონკრეტული ადამიანი, აღარ დავასახელებ, ის არის მისთვის მისაღები. დაამთავრდა ირანთან შენ თანამშრომლობ, ესა კი თანამშრომლობ. მაგრამ პროცესი პრობლემა სხვა რამეშია. ასეთ უტიფარ ორმაგ სტანდარტს რო შემოგთავაზებენ, ხო უნდა დაფიქრდე, რომ ეს იმაზე კი არ არის ლაპარაკი, ან პრორუსული პოლიტიკა, ან რუსულ ორბიტაზე გასვლა. ესეც ხომ სისულელეა, რას ნიშნავს? 20% ოკუპირებულია ტერიტორია, ისეც იმ ხალხის გამოისობით, რომელიც დღეს აი ამ განცხადებებს აკეთებს, რომ აქ თითქოს პრორუსულია პოლიტიკა, ყველაფერი გააკეთეს, რომ რუსეთს აქ უპირატესობა ქონოდა. ან ჩინეთთან მიმართებაში ხო ყველა ვიცით, რომ ახლა იყო აი ფინეთის პრეზიდენტი, სამთავრობო დიდი ჯგუფი 15 სავაჭრო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი და 10 მიმართულების, სტრატეგიული მიმართულებით თანამშრომლობის ქარტიას. და ბევრმა სხვა ქვეყანამ, ავსტრია, შვეიცარია არ მინდა შემეშალოს. იტალია, დიდი შვიდეულის წევრი ქვეყანა, უშველებელი ხელშეკრულება დადეს. ჩინეთმა დაუშვა სამხრივად, მაგრამ რეჟიმი, სავიზო რეჟიმი გააუქმა ევროპულ ქვეყნებთან. ხო და აქედან გამომდინარე, უნდა დაგვაფიქროთ საზოგადოებამ. დავდგეთ, მაგრამ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა თუ ავყვეთ იმ ადამიანებს, ვინც დესტაბილიზაციის ამოცანას იმიტომ ისახავს, რომ როგორმე თურმე ძალიან ყველას გვინდა, რომ ვაშაძე და დაკა ხოშტარია და გვარამია მელიასთან და ალიკო ელისაშვილთან ერთად მოვიდნენ ხელისუფლებაში. ან გახარია თუნდაც. აი ეს ხალხია, ხო, ოპოზიციაში. აი ესენი დგანან, წინ ახალგაზრდები არიან დატრენინგებული, ბევრი მათგანი და ესენი ზად ვირტუალურად, რო ვთქვათ, ზურგზე არიან შემომჯდარები და უნდათ როგორმე ხელისუფლებაში მოსვლა. კონკრეტული მიზანი თქვენ ხო გავანალიზოთ. ეხლა კიდე მედია დავასრულებ ხო? დახურეს ტელევიზიები. ყველა ტელევიზია ეს ჩვენი ხელისუფლების პერიოდში გაიხსნა, ხო? ხო გვახსოვს რას გავდა მედია. ყველაფერი დაქვემდებარებული ქონდათ, ერთი იმედი ვერ დაიმორჩილეს და იმასაც გადაუარეს ძალით. რა დააწიეს ქვეყანაში. ამდენი მედია საშუალება რაც არის საქართველოში, თუნდაც რეგიონალური, ავიღო ცენტრალური, ამდე პლატფორმები უამრავი მსოფლიოში არც ერთ ქვეყანაში არ არის. მეორე თუ მესამე ადგილზე ვართ. და დღეს აი ეს რო ჩამოდის ახლა თანამომხსენებელთა ჯგუფი, მათთვის ეს სპეციალურად დადგეს. ბაბლია შექმნილი, თქვენ გამოდიხართ და აჩვენებთ ოპოზიციასაც, ვიღაცა კომენტარს აკეთებს ოპოზიციიდან, მერე უმრავლესობა ოპოზიციის თან ყველა სპექტრს აჩვენებთ, საზოგადოებმა უწყებელი რუსთავი კი გაქვთ გარკვეული პოლიტიკური გემოვნება, მაგრამ ამაში ვერ დაგადანაშაულებთ ვერავინ. ხო, ყველა მიცის ამის მიზეზი. ასეა თუ ისეა, ჩანს ოპოზიციის სპექტრიც ტელევიზიებში. ეს ტელევიზიები
ეხლა ვინც გათიშა დაუწყებლობა. პრაქტიკულად არავის არაფერს არ ეკითხებიან, თავისი გარკვეული წრე ყავთ და საერთოდ ყველა მთელი საქართველოს საზოგადოება და ვისაც ქართული ესმის, ჩაკეტილი ყავთ ინფორმაციიდან, ყავთ გამოთიშული. მე ვფიქრობ, რომ ამას სერიოზული ანალიზი ჭირდება. აქედან გამომდინარე, რითიც დავიწყეთ, იმით დავასრულოთ. ჩვენ იმედი გვაქვს, ჩვენ იმედის თვალით უყურებთ მომავალს, ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც და ევროკავშირთან ურთიერთობასაც და ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ ოდესმე შეიძლება საგარეო კურსი შევცვალოთ, არ იცვლება საგარეო კურსი, ისევე როგორც ელექტრონული არჩევნები არ ყავდება. მადლობა დიდი ბატონკია. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პასუხობდა დღის ქრონიკის შეკითხვებს. ჩვენ ახლა შემოგვიერთდება მუსიკოსი საზოგადოება ქართულის წევრი მარინა ლობჟანიძე. საღამოშვიდობის ქალბატონო მარინა, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. მინდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ფორმა მიიღო პოლიტიკურმა პროტესტმა, რომელიც რამდენიმე კვირაა გრძელდება. პრინციპში ეს თითქმის 2 თვის განმავლობაში მიმდინარე ამ პოლიტიკურმა დაძაბულობამ შესაბამისი გავლენა იქონია საზოგადოებრივ ცხოვრებაზე და დაპირისპირება ის ფორმები, რაც შესაძლოა აქამდე თითოეულა იყო პოლიტიკური დაძაბულობის დროს, ეს იყო ეს ქუჩაში შეურაცხყოფა, შეერცხვენა, სიტყვერი ლანძღვა თუ ფიზიკური დაპირისპირებაც კი ლამის იქცა ყოველდღიურ სურათად. როგორ შეაფასებთ თქვენ ამ მოცემულობად, რა ფორმით აისახება ეს ყველაფერი საზოგადოებაზე? ნათია, საღამოშვიდობის, გილოცავთ ყველა დღესასწაულს, დღეს განსაკუთრებულ დღესასწაულია, კალანდობა, მშვიდობა, წარმატება, აყვავება ჩვენ ქვეყანას და ურთიერთსიყვარულის კვლავ გაბატონება. იცით, დღეს ვფიქრობდი ზუსტად ამ მოვლენაზე და გამახსენდა 90-იანები, მე მოწვე ვარ ამ ბუნებრივი ამ მოვლენების, ძალიან მყინვარული მოვლენების და ერთი ვიფიქრე, რომ აი მაშინ რო ყოფილიყო სოციალური ქსელები, ალბათ დღეს საქართველოს საერთოდ არ იარსებობდა, და მაშინ ყველა იარაღი დარბოდა, ეს ერთი. და მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ესეთი განუკითხაობა ბატონობდა ყველგან, იმიტომ რომ არ იცოდი ადამიანი გახვიდოდი ქუჩაში და მოვდაბრუნდებოდა თუ არა, არანაირ იცოდეს. მაშინ ძალიან ისეთი უწყინარი ანეკდოტი გავცელდა. მაშინ მხედრიონის ანეკდოტი იყო ესეთი, რომ აი ლამაზ გოგონას რო დახავდნენ და მასთან გაარშიყება რომ მოუნდებოდათ, ესე იგი დიალოგი იწყებოდა ესე, თქვენ საპარლამენტო რესპუბლიკის მომხრე ხართ თუ პრეზიდენტის. ხო, დღეს ამდენი ხანი გავიდა და იცით ამ პროტესტის ფორმებმა, ჩვენ საერთოდ ძალიან არტისტული ერი ვარ, ძალიან ემოციური ერი ვარ და დიდი ხანია უკვე გადავაბიჯეთ იმას, როდესაც პროტესტის ყველაზე უკიდურესი ფორმა იყო შიმშილობა. მე მახსოვს შიმშილობის ფორმები, ჩემი ცხოვრების გზაზე ბევრჯერ იყო ეს გამოყენებული და საკმაოდ ქმედით. დღეს იცით აი პროტესტის ფორმა მიუღებლობამ ჩემთვის პირადად ყოველგვარ საზღვარს გასცა და არა მარტო ჩემთვის, იცით რატო? იმიტომ რომ ჩვენ დავკარგეთ ყველაზე მთავარი, ჩვენ დავკარგეთ ერთმანეთის პატივისცემა, ჩვენ დავკარგეთ ასაკის პატივისცემა, სტუდენტმა ლექტორის, მოსწავლე-მასწავლებლის, მეზობელმა მეზობლის, ნათესავმა ნათესავის და ასე შემდეგ და იცით რა და რაც თავია ყველა პროტესტის ფორმაში, რაც ყველაზე მეტად მაწუხებს მე დღეს არის ის, რომ პირველ რიგში უტევენ ხოლმე ყველაფერს ძალიან ქართულს. მე პოლიტიკოსი არა ვარ, ბევრჯერ მithქვია ჩემ გამოსვლებში, მე მუსიკოსი ვარ, ჰუმანიტარი ვარ და ჩემი სპეციალობიდან გამომდინარე ცოტა სხვანაირად ვაფასებ ხოლმე ამას ყველაფერს და იცით, მაგალითად ძალიან გული დამწვარეს დღეს ჩემმა მეგობარმა დამირეკა გერმანიიდან, იცით მუსიკოსია და მითხრა, რომ მარინა ვიცი ისეთ ძალიან განვიცადეო, როდესაც ჩემ მოწაფის შობლმა მითხრა, ნუ თუ აი ესეთი ხალხი ხართ, ქართველები, რომლებიც ყველაფერზე მიდიან და მე დამჭირდა რაღაცა დრო, რომ მეთქვა, რომ ქართველები სულ სხვანაირები ვართ. ნახეთ, როდესაც ჩვენ ისევ ქართულს უბრუნდები, რომ ქართული ჩემთვის, აი დღეს საქართველოს პოლიტიკა საერთოდ რასდება საქართველოში, მე მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყანა რასაკვირველი არაჩვეულებრივ ურთიერთობაში უნდა იყოს ყველას, იმიტომ რომ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, შემოსაზღვრული ძალიან დიდი სახელმწიფოებით, რომელსაც ძალიან დიდი საკუთარი ინტერესები აქვს და მე ვფიქრობ, რომ დღეს საქართველო იხდის ხარკს სწორედ თავისი ნეიტრალიტეტისთვის და სწორედ თავისი პროქართული ორიენტაციისთვის. ის რომ ჩვენ ევროპაც გვინდა, ის რომ ჩვენ ამერიკასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვინდა, ირანთანაც, ჩინეთანაც, რუსეთთანაც დიპლომატიური ურთიერთობა, ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნებთან და ასე შემდეგ, რა არის ამაში ცუდი, ხო? მაგრამ რატო ხდება ისე, რომ ჩვენ აი თუნდაც ოპოზიციის მხრიდან რუსეთთან ვერ იქნება ოკუპაციის პირობებში ვერანაირად პრინციპში ამაზე საუბარი. ბუნებრივია, არა, მე ვიძახი იმას, რომ ხო შეიძლება დადგეს ისეთი საკითხი, რომ რაღაცნაირი ელემენტარულად მოლაპარაკებაზე დაждდიან, რაღაცნაირად იქნება გამოჩნდეს მე საშუალება რაღაცნა იყოს
ამ ყოველ შემთხვევაში რუსეთისკენ რო არ მიდის საქართველო, ამაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია პრორუსულს რო გვიძახენ და მონებს რო გვიძახენ და რუსეთს, ეს ხო საერთოდ აბსურდია რა. ეს არ მეცდა, იცით რა არის? თუ კი დიპოლიტიკაზე მიდგა ლაპარაკი დღეს რო იძახენ რომ აი ფიცო და თქვა ორბანი პრორუსული მეთაურები არიან და ამ დროს არავინ არ ჩაღრმავდა იმას რომ თვითონ ფიცოსა და ორბან შორის არ არის კარგი ურთიერთობა, იმიტომ რომ ჯერ ეს ერთი აი ორბანი ჩამოვიდა მოსალოდნელად ფიცო არ ჩამოსულა, იმიტომ რომ უნგრეთს დღემდე აქვს ჯერ ესეთი პრეტენზია ავსტრიის სახელმწიფოზე, ავსტრია-უნგრეთის სახელმწიფო იყო და იმათ არ აქვს კარგი ურთიერთობა. დაუბრუნდები ისე ამ ჩვენ ქართულ რეალობას. ნახეთ, ერეკლეზე იყო შეტევა, გახსოვთ თქვენ როგორ მოღალატე აღმოჩნდა ერეკლე, აკაკი წერეთელიც ასეთი იყო თქვა გახტილი, დავით ახმაშენებელი. ნახეთ, ყველაფერზე წავიდა შეტევა, ღვინოს შეურაცხყოფაც კი დაუშვეს ტელეეთერში. მე არ მინდა ნიკა გვარამიას სიტყვები გავიმეორე და ამას წინათ მოვისმინეთ, ჩემთვის ძალიან პატიცემული ადამიანი, როდესაც ამბობს რომ ქართული სამზარეულო მაპატიოს მე მაყურებელმა, მაგრამ იძულებული ვარ გავიმეორო რომ არის ნაბიჯვარი თურმე არა ძალიან ცნობილი და ძალიან თვითყოფადი ნაბიჯვარი თურმე აღმოსავლური, აზიური და ევროპული სამზარეულოში. ხედავთ, აი ყველაფერი სამყარის ალბათ აქვე უნდა ვახსენოთ, ხო, ბოლო დღეების კამპანიის მცდელობა, კერძებში ჩაფურთხების კამპანია, ხო, სტუმარ მასპინძლობის. კი ბატონო, არა, იცით, ეს ღირებულებები თქვენ რაზეც ამბობთ, ხო, აი ასე რომ განმაგრძოთ საუბარი, როდესაც შეტევა ხდება აი ამ ღირებულებებს, ეს თავად პროტესტზე და აი ამ ღირებულებებზე საზოგადოების განწყობაზე ორივე მხარეს, აი რა გავლენას ახდენს? საშინელ გავლენას ახდენს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი უახლოესი ადამიანი დაშორდა ერთმანეთს და კიდე რა ხდება, იცით, როდესაც ჩვენ რაღაცას არ ეთანხმები, საწინააღმდეგო აზრი, კი ძალიან ბევრჯერ გავიმეორე, რომ აზრი ყოველთვის უნდა იყოს განსხვავებული, მაგრამ როდესაც ჩვენ დავუშვათ სხვისგან განსხვავებული აზრის, მეორე მხარე იმ წუთშივე გადმოდის შეურაცხყოფაზე სამწუხაროდ. ხო შეიძლება რომ იყოს არგუმენტირებული კამათი და იცით რა არის, ხა მე როგორც პედაგოგი, როგორც ლექტორი, ბუნებრივია ძალიან ბევრი მყავს მოწაფეც და სტუდენტი და სამწუხაროდ უმცირესობა იყო, რომელმაც ძალიან დიდი შეტევა განახორციელა ჩემზე და რაც ყველაზე მკივნეული იყო, იცით, ის ბავშვები, რომლებიც წერილებიც მე ხა შენახული მაქვს, წერდნენ რომ აი მხოლოდ ერთ სიმღერას გასწავლი და 4 წელი. ამ დროს მათი შემაჯამებლები შენახული მაქვს და მათი ინტერვიუები ჩაწერილი და მათი წერილებიც, რომ ჩემი აზრები უნდათ რომ კედელზე გამოკრან, იმდენ იყო და ჩვენ ბევრ ამაზე საუბრობდით და ამას ვასწავლეთ სწორედ, მაგრამ ნუ სამწუხაროდ ეხა ცუდი შედარება, მაგრამ იცით რა, ქრისტესანაც 12 მოწაფე იყო და ერთმა უღალატა და 11 განუდგა. არა უშავს, ესეც გავა დრო და იქნება მიხვდნენ რომ შეეშალათ, იმიტომ რომ კამაცაც არგუმენტირებულ კამაცას, დიალოგსაც არასოდეს არ აქვს ალტერნატივა და რაც შეეხება ამ ჩაფურთხების პოლიტიკას, დღეს სამწუხაროდ კითხულობდი უარესებზე წავედეთ. ამაზე ხუმრობით გიპასუხებთ, რომ ალტერნატივა არის, აგერ ჩინეთში უკვე ოფიციანტი მიმტავნები, რობოტები გახდნენ და ბოლო-ბოლო რობოტები შეეცვლებიან, მაგრამ აი იმ ადამიანური ურთიერთობების, იმ ადამიანური ღირებულებების დაკარგვას რა უყოთ და აი იმას, რომ ქართული ენა წახდა, ჩვენ აღარა სამწუხაროდ, აი სამწუხაროდ ხდება ისე, რომ ერთმანეთთან ურთიერთობის ლაპარაკის დროს ქართული ენა ფაქტურად ვერ ცნობ, იმდენი სიტყვებია იქ, ხო, აი ისეთი საშინელი სიტყვები, საშინელი აგრესია და წახდა ქართული ენა. არაფრით არ შეიძლება, იმიტომ რომ ჩვენ ვართ უძველესი კულტურის, როგორ ჩვენ თუ ევროპა გვიყურებს, რომ ჩვენ ვართ ამხელა კულტურის, ამხელა, არ ვიცი, დიდი ისტორიული წარსულის, საამაყო წარსულის, ხო, ეს პატარა ქვეყანა როგორ მოვედით აქამდე და ჩვენ ტოლერანტულები ვართ ყველას მიმართ, როცა ასე ღრმავდება ეს დაპირისპირება გამოსავალი რა შეიძლება იყოს რესურსი როგორ ხრჩება ერთმანეთთან საუბრის აი ამით რო შევაჯამოთ თუ შეიძლება ჩვენი საუბარი ისეთ რა არის ალბათ საბოლოო ჯამში თავისთავად ისტორიული ის პერიპეტიები რომლებიც ძალიან უხვად ხდება დღეს და საერთოდ ახალი მსოფლიო გადაწყობა ხდება და მე მგონია რომ რამდენიმე თვეში ჩაწყვილდება თვითონ ეს მსოფლიო პოლიტიკური პროცესები და როდესაც ყველა ერთი მხარეს და მეორე მხარეს დაინახავს რომ რაღაცნაირად საქართველოს სწორ კურსს ადგას, იმიტომ რომ არ შეიძლება მთავრობა 12 წელი იყოს დაუშვათ ხელისუფლებაში და უცბად წელს აღმოჩნდა რომ გადაუხვია მაინც და მაინც და რუსეთის მონა გახდა. ეს ხო არ იყო ესე, არა ჩვენ ხო ვიცით ეს ყველაფერი და კონსტიტუციაში წერია ეს ყველაფერი, არა მე მაინც გონია რომ მოვა დრო და რომ დარწმუნდება ყველა ერთი მხარეს და მეორე მხარეს და მეორე მხარეში სამწუხაროდ ძალიან ბევრია გაწვნილი, დატრენინგებული, დაფინანსებული, მე არ მეშინია ამ სიტყვის თქვა, იმიტომ რომ თქვენ რომ გადახედოთ თუნდაც იმ ბულიკის ფორმებს, რაც სოციალურ ქსელებშია დაუშვათ, იგივე ლევან გიგინეიშვილი იყო, მე ვიყავი თუ ძალიან ბევრი, იგივე სიმონ ჯანგულაშვილი, რომელიც ნუ არ ვიცი, რაც მან გააკეთა ქართული კულტურისთვის, ყველას ახსოვს, ჩვენს ფენელებს, ის არაჩვეულებრივი კონცერტი, რომელსაც სოფლიო ლაპარაკობდა ვატიკანში, ხო? თქვენ რომ ნახოთ იქ როგორი ტექსტია და როგორი წინადადებები,
დაკოპირებული გეგონებად და რაც თავარია ესეთ ადამიანებს აუცილებლად უტევენ ყველაზე კინოუში, ყველაზე სამყაროში, იმ სიყვარულში, იმ დროში და იმ ცოდნაში რაც მათ აი ესე უხვად გასცეს, ყოველგვარი, როგორ გითხრათ, ეს არის ძალიან დიდი სხერპლი, როდესაც შენ თელ შენ სიყვარულს, თელ შენ სოდნას ყოველგვარი ლიმიტის გარეშე ახმარ ახალგაზრდობას, მაგრამ მე მაინც გონია რომ საბედნიეროდ არის ძალიან ბევრი, რომელიც რეკავს, საბედნიეროდ არიან ისეთები, რომლებიც დაფიქრდებიან და მიხვდებიან, რომ ისე რა საქართველოს ის ქვეყანაა, სადაც მიუხედავად თავისი მრავალხმიანობისა, ისე მუსიკას უბრუნდები ყოველთვის ჰარმონიაში და ერთხმაში თავდებოდა ის ბოლო აკორდი. მე მაინც გონია, რომ ჩვენ გენეტიკურად გვაქვს ის, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ რთული ისტორია ქონდა თუნდაც ჩიდაომების გათვალისწინებით, მაინც მივალთ იმ კონსენსუსამდე, როდესაც მეგობრობის ხელს გაუწოდებ ისევ შენ მეზობელს, რომელსაც არ ელაპარაკებოდი და ერთად ჩამოსვლები ბუხართან, ყავასთან, არ ვიცი მე, ხაჭაპურთან თუ ისე ჩაისთან და ჩახედავ ერთმანეს თვალებში და მიხვდები, რომ ამაზე დიდი ბედნიერება, როდესაც ორივე საქართველოსთვის კარგი გინდა, მე ხაზ გავუსვა, მართლა საქართველოსთვის კარგი გინდა, ალტერნატივა არ აქვს და მიხვალ იქამდე, რომ სხვა გზა არ არსებობს. წარმატებას გისურვებთ და ბრავას დაესწრეთ. საზოგადოება ქართულის წევრი მუსიკოსი მარინა ლობჟანიძე იყო ჩვენი სტუმარი, დიდი მადლობა. ჩვენ განვაგრძობთ გადაცემას 2024 წელი საქართველოს აეროპორტებისთვის რეკორდული რიცხვებით დასრულდა. გაზრდილია მგზავრთნაკადი ჯამურად 7.400.000-მდე მგზავრი და 30,000-ზე მეტი რეისი. ეს მაჩვენებელი 25%-ით აღემატება 2023 წლის მონაცემებს. როგორია ამ გასული წლის მონაცემებზე დაყრდნობით უკვე მიმდინარე 2025 წლის მოლოდინები, ამ თემებზე განვაგრძობთ საუბარს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურ დირექტორთან ირაკლი ქარქაშაძესთან. მოგესალმებით ბატონო ირაკლი, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. როგორც წარვადგინე ეს რიცხვები გასული წლის შეჯამებით 2024 წელი საქართველოს ავიაციის ინდუსტრიისთვის იყო გამორჩეულად წარმატებული. როგორ შეაფასებთ თქვენ, რა არის ფაქტორები, რამაც შესამჩნევი მატება განაპირობა 2024-ში? მოგესალმებით ნათია, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. სწორად აღნიშნეთ 2024 წელი ქართული ავიაციისთვის და აეროპორტებისთვის იყო ისტორიული, არაერთი რეკორდი მოხსენით, ჩვენ ჯამურად შევძელით და 7.400.000 მგზავრზე მეტს მომსახურეთ ჩვენ სამივე საერთაშორისო აეროპორტში და ჯამურად წინა წელთან შედარებით 24% ჰქონდა ზრდა. ამას რამოდენიმე ფაქტორი გააჩნია. პირველ რიგში ეს იმის შედეგი იყო, რომ ჩვენ ახალი ავიაკომპანიების და ახალი ავიამიმართულებების ხრივაც ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება და ამ ორგანიზაციის არსებობის ისტორიაში პირველად შევძელით და 10 ავიაკომპანია, ახალი ავიაკომპანია შემოვიდა 13 სხვადასხვა მიმართულებით და გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ის უკვე არსებული მიმართულებები და არსებული destination-ები, რომელზეც ძალიან საინტერესო ზრდა ჰქონდა და უფრო სტაბილური გახდა აღნიშნული ბაზრები და მესამე ფაქტორი, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის, ჩვენი ბაზარი გახდა ძალიან დივერსიფიცირებული და აღარა ვართ ერთ ან ორ რეგიონზე დამოკიდებული და თითქმის მთელი ჩვენი შემოგარენი და ევრაზიის კონტინენტი სრულად გვაქვს მეტნაკლებად ათვისებული. რა თქმა უნდა, არის საინტერესო მიმართულებები, რომელზეც ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, თუმცა ძირითადი მიმართულებები ძალიან კარგად და საინტერესოდ არის ათვისებული. კი ბატონო, ახლა რომ შეაფასოთ თვითონ საქართველოში თავად საერთაშორისო აეროპორტების მონაცემებით ცალ-ცალკე თბილისის, ქუთაისის, ბათუმის და რომ შევადაროთ 2023 წლის მონაცემებს დატვირთულობის თვალსაზრისით, აი რა სურათია ამ ხრივ? ჩვენ ცალ-ცალკე რა თქმა უნდა ძალიან ესეთ სამივე აეროპორტში გვქონდა ზრდა. თბილისის აეროპორტი იყო 2024 წლის ჩვენი ძირითადი ფოკუს და საფოკუსო მიზნე და სამიზნე აეროპორტი გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ბევრი ახალი ევროპული მიმართულება დავამატეთ. დავამატეთ ასევე ავიაკომპანიები, რომლებიც უკვე უშუალოდ მანამდეც არსებობდნენ ამ მიმართულებით ავიაკომპანიები, მაგრამ ერთსა და იმავე მიმართულებაზე ახალი ავიაკომპანიები შემოვიდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ბაზრები გახდა ძალიან სტაბილური და თვითკმარი ბაზრები და ამას არ ჭირდება დამატებით სტიმულირება ან რაიმე ტიპის დამატებითი მხარდაჭერა და უკვე შესაძლებელი არის, რომ მაგალითად ვენის, პარიზის, მილანის მიმართულებით 2-3 ავიაკომპანია ერთდროულად არსებობდეს. კონკურენცია ქონდეთ, რა თქმა უნდა, თავისუფლ კონკურენცია ძალიან დადებით გავლენას, ყოველთვის დადებითი გავლენა აქვს, ფასზე, ხარისხზე და ასე შემდეგ.
შემდეგ ბათუმშიც ასევე ძალიან კარგი და საინტერესოს დაგქონდა თითქმის მილიონ გზავრს მომსახურეთ 900,000-ზე ოდნავ მეტი იყო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჰქონდა 1%-იანი ზრდა თუმცა ამას თავისი ახსნა აქვს რამდენადაც იცით ზოგადად მსოფლიო ავიაციაში 321 ტიპის საჰაერო ხომალდების ძრავების ტექნიკური გადაიარაღება მოხდა და შესაბამისად ვიზიარს მოუწია ერთი საჰაერო ხომალდის დროებით გაყვანა თუმცა ჩვენ უკვე დავაბრუნდეთ მეოთხე საჰაერო ხომალდი და უკვე სრულად მიმდინარე წელს პირველ კვარტალშივე გვეგმავთ რომ სრულად აღვადგინოთ ყველა ის მიმართულება რომელიც მანამდე იყო და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიც დაუბრუნდება თავის ტრადიციულ ორ ნიშნაზრდას, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტ გზავრს ველოდებით ლევანდელ წელს დაახლოებით 8 მილიონ გზავრზე მეტ ველოდებით სამივე საერთაშორისო აეროპორტში 2025 წელს 2025 წელს ასევე უმნიშვნელოვანესი პროექტები, რომელიც პრინციპში უკვე არაერთხელ არის დაანონსებული და ველოდებით არის ლონდონის მიმართულება, British Airways-ის და EasyJet-ის მიმართულება. მე გამოვყოფდი 2024 წლის ერთ-ერთ ყველაზე დიდ წარმატებად ალბათ ამ ორი ავიაკომპანიის შემოსვლას და ჩვენ ერთად უკვე მარტის ბოლოს გვექნება შესაძლებლობა რომ ორივე ავიაკომპანია შემოვიდეს. ერთი არის დაბალბიუჯეტიანი, მეორე არის ხო საკმაოდ ესეთი ცნობილი და ფლაგმანი, ხო თუ შეიძლება ასე თქვას ავიაციის, აი ტურისტული ეფექტი როგორი იქნება ამ ორი მთავარი სიახლის 2025-ში? ნამდვილად ორი უმსხვილესი ავიაკომპანია არის, რომლებიც სრულიად სხვადასხვა სეგმენტზე მუშაობენ. ერთი არის დაბალბიუჯეტიანი, მეორე ფლაგმანი, სწორად აღნიშნეთ, რომელსაც ტრანზიტული მგზავრებიც აყავთ და British Airways-ის შემოსვლით ჩვენ ასევე აქცენტს ვაკეთებთ და კიდევ ერთი ნაბიჯით წინ მივიწევთ ამერიკული ბაზრების და მიმართულებით. საბოლოო ჯამში ამ ორი ავიაკომპანიის შემოსვლით 3 მიმართულებაზე, ეს არის ლონდონი, ჟენევა და მილანი. ჩვენ 5 წლიან ჭრილში გვაქვს მოლოდინი, რომ შემოსული ტურისტებით დაახლოებით 500 მილიონი ლარის შემოტანა და კონტრიბუცია მოხდება ჩვენს ეკონომიკაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ზოგადად ინდუსტრიისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული განვითარებას და კიდევ უფრო მეტი მიმართულების დამატებას შევძლებთ მათ შემდეგ, რაც ეს მიმართულებები უკვე წარმატებით იქნება დანერგილი ჩვენს ბაზარზე. ან რომელი მიმართულებაა მაინც რომელსაც განიხილავთ მოლაპარაკებებს და მუშაობას 2025 წელს შეგიძლიათ ახლა თქვათ? ტრადიციულად რა თქმა უნდა ჩვენ აღნიშნულ მიმართულებებს და ავიაკომპანიებს წინასწარ არ და ვერ ვაზიარებთ, თუმცა ჩვენი მთავარი მიზანი ყოველთვის იყო და წლევანდელ წელსაც რჩება ბაზრების დივერსიფიკაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც ახლო ფრენდ დისტანცია, ასევე გვაქვს ამბიცია, რომ გავიდეთ უფრო გრძელი ფრენის მასშტაბებზე. რა თქმა უნდა, აზია არის ერთ-ერთი უნიშნულოვანესი და ძალიან საინტერესო ბაზარი, რომელზეც დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ და უფრო აქტიურად მოვიზიდავთ ავიაკომპანიებს აზიური ქვეყნებიდან. აქედან გამომდინარე, მაპატიეთ ტრადიციულად კონკრეტულ მიმართულებებს და ავიაკომპანიებს ვერ დავასახელებთ. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე იყო ჩვენი სტუმარი. დღის ქრონიკა დღეს ამით დასრულებულია. დაელოდეთ დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვება ზუსტად 8 საათზე. მიმდინარე სიახლეებს კი გაიცანით იმედი ნიუზჩიზე. მე ხუჩაბათამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.